მოგიყვებით ისტორიას ერთ ბიჭზე სახელად ნიკა. ნიკა არის 11 წლის, დადის სკოლაში, უყვარს თავისი მშობლები, მეგობრები და თავისი ძაღლი მაქსი. აგრეთვე ნიკა დადის ჩოგბურთზე. მის ტრენერს ძალიან მოსწონს ნიკას თამაში, თუმცა ტრენერი ხშირად აღნიშნავს, რომ ნიკას არასპორტული ქცევა ახასიათებს. ნიკას ძალიან უხარია, როდესაც მის მოწინააღმდეგეს ეშლება. თან ტურნირების დროს ნიკა იმდენად ღელავს და იმდენად ვერ მართავს თავის ემოციებს, რომ ბევრად უფრო ცუდად თამაშობს ვიდრე ვარჯიშის დროს. ახლა ხან ნიკა სამჯერ ზედიზედ წააგო ტურნირში, ძალიან ეწყინა, ჩაიკეტა, გადაწყვიტა რომ არაფერი გამოსდის და ჩათვალა რომ ჩოგბურთს თავი უნდა დაანებოს. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეექმნას მსგავსი სიტუაცია, თუმცა არსებობს სუპერძალა, ეს არის ემოციური ინტელექტი, რომელიც დაეხმარებოდა ნიკას უფრო მეტი სიმშვიდე შენარჩუნებაში, თავისი ემოციების მართვაში და უფრო მეტი თანაგრძნობის გამოხატვაში თავისი მოწინააღმდეგების მიმართ. შენ აუცილებლად მოხვდებით ძალიან ბევრ სიტუაციაში შენ ცხოვრებაში. ზოგი იქნება მეგობრული, ზოგი არც ისე მეგობრული, ზოგი საქმიანი, რომელიც ამ ტურნირს მოგაგონებს. თუმცა ემოციური ინტელექტი ეს არის უნარი, რომელიც დაგეხმარება წარმატების მიღწევაში, უფრო მეტი ქულის მოგებაში და უფრო პოზიტიური განწყობით შეხვდე აბსოლუტურად ნებისმიერ გამოწვევას. თამაში ორ-ოროს გამოქვაბულის თავგადასავლები დაგეხმარება ამ უნარის გავარჯიშებაში.